შეკითხვა წიგნი თუ კომპიუტერი აქტუალობას არ კარგავს. ბიბლიოთეკარები ბოლო პერიოდში მკითხველთა სიმცირეზე საუბრობენ. სამკითხველო დარბაზის ხშირი სტუმრები კი ამბობენ, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის, თუმცა ხანდახან ბიბლიოთეკის დანაკლისის რესურსებს ინტერნეტით ავსებენ. ჩაანაცვლა თუ არა ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდით, ემაზე ჯენი კვანტალიანი მუშაობდა. ბათუმის აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დღეს მხოლოდ 5 მკითხველი დაგხვდა. ბიბლიოთეკარი მომხმარებელთა სიმცირეს ასონების დღეს უკავშირებს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ მკითხველები წიგნს დაშორდნენ და პროცეს კომპიუტერის პოპულარიზაციას უკავშირებს. შაშანდებთან შედარებით კი არ შემცირებული. მე მაინც კომპიუტერს ვაბრალებ ამას. მაგრამ აქაც უკვე მოხდება კომპიუტერიზაცია, ისა იგეგმება ეს ყველა დარბაზებში კომპიუტერების დადგმა და ალბათ ისევ გამრავლდება მკითხველი. საპირისპიროს აცხადებს ბიბლიოთეკის დირექტორი. გენადი მახარაძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკას აქტუალურობა არ დაუკარგავს და მკითხველთა რაოდენობაც გასულ წლებთან შედარებით უფრო მომატებულია. დირექტორის თქმით, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონული ვერსიები მზადების პროცესშია და მალე ნებისმიერ მსურველს სასურველ ლიტერატურაზე ხელი სახელიდან გაუხსნელად მიუწვდება. მახარაძეც იმედი აქვს, რომ მიუხედავად აღნიშნული სიახლისა, ბიბლიოთეკა მკითხველს მაინც არ დაკარგავს. ელექტრონული წიგნის კეთება ჩვენ წელს ვიწყებთ. თანმიმდევრულად ალბათ თვეში 1-2 წიგნის ელექტრონული ვერსია უნდა გავაკეთოთ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნის მკითხველი, ანუ პერიოდი გამოსცემ მკითხველი არ შემცირებულა. ბიბლიოთეკის ხშირი მომხმარებელი ნაილე მიქელაძე აცხადებს, რომ ბიბლიოთეკას გარკვეული რესურსები აკლია და მასალაზე მუშაობისას დანაკლის ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციები დავსებს. დოქტორანტი ამბობს, რომ თანამედროვე კრიტიკოსების ნააზრევი და კვლევები არა მხოლოდ ელექტრონულად, არამედ ბეჭდური სახითაც უნდა არსებობდეს. დღეს ახლებური ხედვა ყველაფერი ვითარდება და ბიბლიოთეკას აკლია მაინც ის რესურსები, რომელსაც უკვე ავსებს ინტერნეტი. ბიბლიოთეკას რომ მქონდეს ის წარმოდგენილი რესურსები, რომელიც ახლა ინტერნეტითაა წარმოდგენილი, შეიძლება მომხმარებელმა უფრო აქ მოვიდეს და მშვიდად იმუშაოს, ვიდრე ვთქვათ ინტერნეტ წყაროებში. 575,771 წიგნადი ფონდის მქონე დაწესებულებაში 8 განყოფილება ფუნქციონირებს. დღეის მონაცემებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას 1000-მდე მკითხველი ხავს. მათი უმრავლესობა სტუდენტები და მეცნიერ მუშაკები არიან. ბიბლიოთეკის 2013 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 6,000 ლარით ნაკლებია. ამ თანხით დირექციამ 77 თანამშრომელი ხელფასით უნდა დააკმაყოფილოს. ახალი ლიტერატურა შეიძინოს, გაწიოს სხვა საკანცელარიო ხარჯები და უზრუნველყოს წიგნების ელექტრონიზაცია.